მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი დაუსრულებელი მშენებლობიდან დავასხით ეგრეთ წოდებული ფილა, საძირკველიც ჩაისხა. ამაში გარეული არის ანტიფრიზი, რომელიც ზამთარში ერევა ბეტონს, რომ არ გაიყინოს და იყოს დაცული. ის კომპანია, რომელიც ეგრეთ წოდებული კომპანია, რომელიც ჩვენ დავიქირავეთ სახლის ასაშენებლად, წავიდა კი არა, გავუშვით, დავემშვიდობეთ. მიუხედავად იმისა, რომ უნდოდა მაინც გაეგრძელებინა და ის ზარალი, რაც თვითონ თავისი არ ცოდნის, უვიცობის სიხარბის თურის გამო მიიღო თვითონვე, ამოეღო ისევ ჩვენი თანხებით, მაგრამ ნურას უკაცრავად. ამასობაში, რაც ჩვენ მშენებლობა დავიწყეთ და შევამჩნიეთ, რომ ეს ადამიანი არ აკეთებდა სწორად და რაღაცეებში უნდოდა ეგრეთ წოდებული ხალტურის გაკეთება და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი რამე შევისწავლე. ხანდახან თავი ეგრეთ წოდებული რუსულად ვიტყვი პრარაბი მგონია. იმდენი რამე მოვიძიე ინფორმაცია და იმდენ რამეზე მომიხდა შეხება, რაც ნამდვილად არ შედის ჩემს კომპეტენციაში და არც წესით საჭირო არის, რომ ვიცოდე. მაგრამ თურმე ისე დროში ვცხოვრობთ, რომ ყველაფერი უნდა იცოდე და ზედმიწევნით გააკონტროლო ადამიანი, რომელსაც დაიქირავებ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შესასრულებლად. ძალიან დიდი სიფრთხილით შევარჩიეთ ის ანტიფრიზიც, რომელიც უნდა გარეულიყო, რომელიც ჩვენი სოფელი მაღალმთიანად იწოდება, არის მაღალმთიანი სოფელი და მისთვის სასურველი, ჩვენი კლიმატისთვის სასურველი ნორმა უნდა ყოფილიყო გარეული. შეიძლება ცოტა არეულად ვსაუბრობ და დილეტანტურად, ასე ვთქვათ, ამ სფეროში, მაგრამ აპატიეთ. და რადგან არის ჩვენი სოფელი მაღალმთიანი, 1 კუბურ ცემენტზე 3 ლიტრანახევრის მაგივრად გაურიეთ 3,800 ანტიფრიზი. კიდევ მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ამინდები არის ძალიან კარგი, არ არის მინუსი, ღამე. და არის ესეთი კაშკაშა მზეები დღისით. და ესეც ხელს შეუწყობს ნორმალურად, რომ გაშრეს, რადგან ერთდროულად კიდევ ერთი შეცდომა რაც დაუშვა ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა მშენებელმა ამ ხელა მასა ჩაასხა ერთდროულად და რამაც გამოიწვია საძირკვლის ცოტა გაწევა, კიდევ არ ვიცი რამდენად შეამჩნევთ, არ ვიცი, აი აქ იმდენად არ ეტყობა, ცოტა იქით გაჩვენებთ, ოდნავ განზე არის გაწეული და აქაც ეტყობა, რომ არეულია, ესენი არ უნდა იყოს არეული. არ ვიცი, რაღაცნაირად აქედან ვერ ვიღებ ისე რომ დაგანახოთ, აი აქზე თუ გავხედავთ, ცოტა გადმოწეულია ეს, თუმცა ის პერიმეტრი, რაც არის ზემოდან, რაზეც უნდა აშენდეს, არ დარღვეულა და კი ზედმეტი ხარჯია ჩვენთვის, რომ შემდეგ გარედან როცა გაილესება გამოსწორდეს ის უსწორმასწორობა, თუმცა ამას უკვე აღარ ვჩივით. სამაგიეროდ საძირკველი არის უკვე ორმაგი, რადგან ორჯერ ჩაისხა და არის საკმაოდ მყარი და კარგად გაკეთებული. ეხლა შემდეგი ნაბიჯი არის ის, როდესაც მოიხსნება ეს ფიცრები ჰიდროიზოლაციის წასმა და შემდეგ ისე უნდა მიეყაროს მიწა. აი აქედან თუ გავხედავთ, უფრო არის შესამჩნევი, როგორ არის გამოპერილი აი ეს თვითონ საძირკველი. ამიტომ სანამ ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან საქმეს მივანდობთ ვინმეს, მილიონჯერ უნდა გადავამოწმოთ, არ უნდა მოგვერიდოს ის კომპანია თუ ადამიანები, რომლებსაც უნდა დაავალოთ ამის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ ვიკითხეთ, რეკომენდაცია გაუწიეს, თან არც უცხო არ არის ეს ადამიანი ჩვენთვის, ვიფიქრეთ, რომ ახლო ერთ სოფელში ვცხოვრობთ, ახლობელია და
მიუდგება ისე როგორც საკუთარი შვილისთვის რომ აკეთებდეს და ასე შემდეგ და საბოლოოდ გამოვიდა ისე რომ ერთსაც რომ არ გაუკეთებ, აი ესეთი რაღაცა მოხდა. ძალიან რთულია დღეს რომ ნახო ვინმე სანდო და პატიოსანი ადამიანი. ჩემს წინა ვიდეოზე იყო კომენტარი რომ ვითომ ჩვენ არ უხდით მართლა პატიოსან ადამიანებს თანხას და ვითომ ვიღაც კომპანიებს ვაძლევთ ფულს რომელიც შემდეგ ასეთ დღეში გვაგდებს. ნამდვილად ასე არ არის. ჩვენც უბრალოდ შრომელი ხალხი ვართ, ძალიან კარგად ვიცით შრომის ფასი და არასოდეს დაგვანებია ვინმესთვის მიგვეცა თავისი შრომის ანაზღაურება. მით უმეტეს რომ საერთოდ არ შევაჭრები ვართ და არ გვითქვამს რომ არა აი დაგვიკელი კვადრატული ვთქვათ რამდენშიც უნდა გაეკეთებინა და გვითხრა არ გვითქვამს არაფერი ჩვენი მოთხოვნა იყო ჩვენ გადავიხდით თანხას არ დაზოგოთ ხარისხიანი მასალის მოტანაში თანხა არ დაზოგოთ კარგად გაკეთებაში თანხა რაც საჭირო იქნება ჩვენ ყველაფერს გადავიხდით და რა თქმა უნდა მისი შრომა რაც უღირდა ამ ადამიანს თვითონ და გვითხრა იმას უხდიდით უპირობოთ ერთი არც წამოგვიწუნია იმიტომ რომ ვიცით ხო არ არის მარტივი სამუშაო და როგორი ძალისხმევა სჭირდება დროებით დაგემშვიდობებით და იმედია უკვე კარგი ინფორმაციებით მოვალ ამ მშენებლობიდან მადლობა ყურადღებისთვის გამოიწერეთ ჩემი არხი